შეიძლება თუ არა აშენო ხის სახლი საქართველოში $15,000. თუ ეს რეალურია, მაშინ რატომ იხდიან ადამიანები $150,000 და $200,000 კოტეჯში? დავრეკეთ 15 კომპანიაში და დავუსვი ერთი და იგივე შეკითხვა. რა არის ის მინიმალური ფასი, რომ სახლმა 30 წელზე მეტი გაძლოს? ზოგმა კომპანიამ საერთოდ უარი თქვა პასუხზე, ზოგმა კი ისეთ დეტალები გამიზიარა, რომ თუ ეს არიცი, შესაძლებელია შენ მიერ აშენებული სახლი სულ რაღაც 2-3 წელიწადში დაიშალოს. ამ ვიდეოში მოგიყვებით თუ რა ჯდება რეალურად ხის სახლის ბიუჯეტურად აშენება საქართველოში. 3 მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც ეკონომია ნიშნავს, რომ აშენებული სახლი შესაძლოა უბრალოდ დაკარგოთ და რაზე შეგვიძლია ეკონომიის გაკეთება. ერთი შეხედვით ხის სახლი ძალიან მარტივი ჩანს. ფიცრები, სახურავი, ფანჯრები და მორჩა. კომპანიებთან საუბრისას აღმოაჩინე, რომ თითქმის ყველა კომპანია თავს არიდებს CIAP-ს და ეს ლოგიკურიცაა, ხო? რადგან ვერ გაძლევენ სათანადო გარანტიას მის გამძლეობაზე. ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი პირდაპირ მითხრა, რომ თუ კლიენტი ძალიან დაბალ ფასს ითხოვს, პირდაპირ უარს ვეუბნებითო, რადგან შემდეგი პრობლემები მაინც ჩვენ გვრალდებაო. არხის გამოწერი არ დაგავწყდეთ და გადავიდეთ ახლა საქმეზე. ხის სახლების მშენებლობის დროს მთავარი რისკი არის დაუმუშავებელი ხე. CIAP-ისთვის იყენებენ ჩვეულებრივ ფიცრებს, რომელიც როგორც მინიმუმ კარგი გამომშრალი არ არის და შესაბამისი დამუშავებაც არ აქვს მღრღნელების და ხანძარსაწინააღმდეგო ხსნარებით. ხის მასალა უნდა იყოს სპეციალურ საშრობ კამერაში გამომშრალი. ამ პროცესს kiln dried ეწოდება, რა დროსაც ტენიანობა 10-12%-მდე ჩამოდის. როცა მასალა კარგი გამომშრალი არ არის, დროთა განმავლობაში ხე იბრიცება და ჩდება ღრიჭოები. და ერთვენიერ დღეს შესაძლოა კარიც ვერ დახუროთ, ან ვერ გააღოთ. სწორედ ამიტომ იაფიანი კოტეჯი 2-3 წელიწადში იწყებს ხოლმე ჭრიალს, დეფორმაციას და როგორც წესი, ჯერ ფანჯრები იჭედება ხოლმე და შემდეგ კარი. მოკლედ, მასალებთან დაკავშირებით საერთო რჩევა რაც არის, თითქმის ყველამ ეს რჩევა მომცა, რომ მშენებლობისთვის გამოიყენო იმპორტირებული ხის მასალა, რადგან მოყვება შესაბამისი სერტიფიკატი და გარანტია. საქართველოში ხშირად შემოდის ხის მასალები ფინეთიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან, ანუ იმ ქვეყნებიდან, სადაც ეს უკვე კარგად ფეხმოკიდებული ინდუსტრიაა. ახლა პირდაპირ მინდა მოგასმენინოთ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის voice message-ი, მისივე თანხმობით, რა თქმა უნდა. იცით, უკეთესია იმპორტირებული ხის მასალით დაიწყონ მშენებლობა, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მასალით. რადგან საქართველოს ძირითადად არ ხდება კარგად გამოშრობა. ჩვენ შემთხვევაშიც ეგრეა, მხოლოდ იმპორტირებული ხის მასალებით მუშაობთ. ერთი გამოცდილება კიდევ რაც მინდა რომ გაგიზიაროთ არის ის რომ ვესაუბრე კოტეჯის ფლობელს, რომელსაც ქართული ხის მასალით აქვს კოტეჯი აშენებული, უკვე 3-4 წელია და არც არაფერი არ მოსვლიაო, თუმცა აქ ხაზგასასმელი არის ის რომ ეს ადამიანი მუშაობს გაქირავებაზე და უშუალოდ თვითონ უვლის ამ კოტეჯს, ყოველდღიურად აკონტროლებს რომ სადმე ნესტი ან ჭია არ გაჩნდეს. რა დროსაც იმ ადგილზე სადაც ნესტი და ჭიაა, ადგილობრივად შეიძლება დამუშავდეს და არა ვთქვათ მთელი სახლი. ხის სახლი გარკვეულწილად ცოცხალი მასალაა და მას პერიოდულად სჭირდება მოვლა, ისევე როგორც ავტომობილს სჭირდება ვთქვათ ტექნიკური მომსახურება. მასალა, რომელიც პრემიუმ კლასის სახლების მშენებლობის დროს გამოიყენება, არის CLT და GLT. ეს ტექნოლოგია მრავალსართულიანი ხის შენობების ასაშენებლადაც კი გამოიყენება ვთქვათ ამერიკასა და ევროპაში. ეს არის ხის მშენებლობის ჰაი-ტექი ფაქტიურად, რომელზეც 100 წლამდე გარანტიასაც კი გაძლევენ. განსხვავება ამ ორ მასალას შორის კი არის შემდეგი, რომ GLT ეს არის ხის ფენების გრძივად პარალელური დაწყობით შეკრული ხის სვეტები, ხოლო CLT კი ეს არის ჯვარედინი დაწყობით 90 გრადუსიანი ესე დაწყობით შეკრული ხის კედლები. ეს ჯვარედინის სტრუქტურა კი მასალას უფრო მკვრივს და გამძლეს ხდის და ფაქტიურად გამორიცხავს დეფორმაციას და მსგავს დეფექტებს. მოკლედ რომ ვთქვათ, GLT გამოიყენება მზიდი ჩონჩხის შესაკრავად, ხოლო CLT კი უკვე სრული კონსტრუქციისთვის. ამ დროს კი შესაძლებელია უკვე ეკონომიის გაკეთება, რომ თქვათ სვეტები გააკეთო GLT მასალით და კედლები უკვე ჩვეულებრივი ფიცრით ამოიყვანო. ფასრად შეეხება, GLT და CLT 3-4 ჯერ ძვირია, თუმცა გამძლეობასთან ერთად განსაკუთრებით ლამაზი გამოდის. ხის კოტეჯების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ნაწილია საძირკველი.
საძირკველზეა დამოკიდებული თუ რამდენად დიდხანს შეინარჩუნებს შენობა გეომეტრიულ სიზუსტეს. სიაფისთვის კოტეჯებში ხშირად იყენებენ ეგრეთ წოდებულ წერტილოვან საძირკველს ჩვეულებრივი ბეტონის ბლოკებით, რაც ჩვენთან საქართველოში არსებულ მერყევ ნიადაგებზე საკმაოდ ძვირადღირებულ პრობლემებს ქმნის დროთა განმავლობაში. ეს მეთოდი კი სწრაფია და იაფი, მაგრამ ძირითადად უფრო დროებითი შენობების დროს გამოიყენება. საძირკველის არასტაბილურობა, რასაც სეზონური წვიმები, ყინვა და სიცხე განაპირობებს, იწვევს მთლიანი სახლის დახრას. ხის სახლი შეიძლება კი მსუბუქი იყოს, მაგრამ სწორედ ამიტომ უფრო მგრძნობიარია მიწის მოძრაობაზე. სწორი არჩევანი ამ დროს მონოლითური რკინა ბეტონის ან ხრახნიანი სვეტების გამოყენებაა. ხრახნილი სვეტები განსაკუთრებით პოპულარულია სკანდინავიაში და მთიან რეგიონებში. ხის სახლში შეიძლება ეკონომია გააკეთოთ ფასადზე, მაგრამ საძირკველი არის ის ნაწილი, რაზეც ეკონომია ფაქტიურად სახლის დაკარგვის ტოლფასია. იგივე შეიძლება ითქვას კომუნიკაციაზე და სახანძრო უსაფრთხოების ნიუანსებზე. ერთი დეტალი კიდევ რაც უშუალოდ ფლობელმა გამიზიარა იყო ის, რომ არაფრით არ შეიძლება ელექტროგაყვანილობის გოფრირებული მილის გარეშე გაკეთება. ამ დროს ზიანდება სადენი, რასაც სიცივის და სიცხის ხშირი ცვალებადობა განაპირობებს, ხმება მისი ზედა ფენა და ხდება აალებადი. რაც განსაკუთრებით თუნუქის სახურავიდან გამომდინარე, სახლის მანსარდის ნაწილში ზიანდება. ამ თემებზე ჩემს წინა ვიდეოებსაც შეგიძლიათ შეავლოთ თვალი, სადაც უფრო დეტალურად განვიხილავ ხის სახლის დიზაინებს, მოვლის საკითხებს და მათ შორის ფასებსაც. საერთო ჯამში ხის სახლის აშენება ყველაზე ბიუჯეტურად თან უსაფრთხოც რომ იყოს, საშუალოდ 35-40 ლარი დაგიჯდებათ. დღეს ბაზარზე ასევე შესაძლებელია კვადრატული მეტრის ფასი 800-900 ლარიც იპოვოთ. უბრალოდ მანდ სახლის ზომის ხარჯზე ხდება ფასის შემცირება. რაც გავარკვიე, სახლი მინიმუმ 60 კვადრატი მაინც უნდა იყოს და ამ შემთხვევაში უკვე მისი ღირებულობა დაახლოებით 50000 ლარი გამოდის. რაც შეეხება პრემიუმ კლასის ხის სახლს, მაგალითად თვალი რო შევალოთ Aaron Paul-ის, ეს არის Breaking Bad-ის Jesse Pinkman-ის რუსტიკული სახლი. ამ ტიპის სახლები კი უკვე არქიტექტურული პროექტებია და არა უბრალოდ კოტეჯები. ამ შემთხვევაში ხის მორებთან ერთად დიზაინში შემოდის ქვაც, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ხის სახლს. მოკლედ პრემიუმ კლასის ხის სახლები ნაკლებად მოთხოვნადია ჩვენთან და ისედაც ძირითადად საცხოვრებელი მიზნით აშენებენ ხოლმე ასეთი ტიპის სახლებს და არა მაგალითად გასაქირავებლად ან ეგრევე გასაყიდად, რადგან ლანდშაფტისა და ლოკაციის ეს უნიკალურობა განაპირობებს ასეთი ტიპის უძრავი ქონების ღირებულების სწრაფ ზრდას. ბოლო წლებში ტურისტული კოტეჯების რაოდენობა საქართველოშიც მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით ის რეგიონებში. ზოგადად კი A-frame ტიპის კოტეჯები და ამ თემასთან დაკავშირებით ამ ვიდეოსაც შეგიძლიათ შეავლოთ თვალი და აქვე თუ მოგწონთ ეს თემა, დამიწერეთ კომენტარებში კიდევ რა საკითხი შეიძლება განვიხილოთ და რა თქმა უნდა ვიდეოს დალაიქებაც და არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. მოკლედ A-frame ტიპის კოტეჯების შეფასებისთვის, რაც დღეს ყველაზე მოთხოვნადია ჩვენთან და მშენებლობის გამოცდილებაც უკვე დიდია საქართველოშიც, კოტეჯის ღირებულების შეფასებისთვის, მაგალითად მისი შემდგომი გაყიდვისთვის, მთავარი მაინც ლოკაციაა. ზუსტად ამიტომ ერთი და იგივე ტიპის კოტეჯი შესაძლოა ერთ ლოკაციაზე $60,000 ღირდეს, ხოლო სხვა ლოკაციაზე ორჯერ მეტი. დამოკიდებული ემაზე, თუ რა გარემოში აშენებთ სახლს, რამდენად ერწყმის ბუნებას და რამდენად მიმზიდველია ტურისტებისთვის.